მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვნახავთ ვიდეოში თუ როგორ უნდა გადავჭრათ BMW-ზე, კონკრეტულად N46 ძრავზე, ფაქტიურად ყველა პრობლემა. კონკრეტულად ამ შემთხვევაში აი ეს E90 ყავს, რომელიც მომიყვანეს გუშინ, გააჩერეს აქ, ეხლა მოვედი, ჯერ არ დამიქოქია ძრავი. ძრავს აქვს ზეთის მოხმარების პრობლემა, თქვა პატრონმა რომ ბოლავს და პლუს ასევე ჯაჭვის გაკეთებაც უნდა, იმ შემთხვევაში თუ გამოვცვლით კლაპნის სალნიკებს, ყველა ვარიანტში ჯაჭვი მაინც დაშლილი იქნება და აუცილებლად სჯობს რომ გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში თქვენს ავტომობილზე როგორაც შეგიძლიათ შეამოწმოთ, მთელი ღამე მანქანა იდგა, ჯერ არ დაქოქილა N46-ზე, როდესაც მოხსნით ზეთის თავსაფარს, ხედავთ ეგრევე ჯაჭვს. შეგვიძლია სახრახნისით ან რაღაცით, ეხლა ამ შემთხვევაში უცებ სანამ გარაჟში შევიყვანთ, აი რო გაჩვენოთ. არ ვიცი ეხლა თქვენ ასე ვერ დაინახავთ, აი გასაღებითაც კი იქეთ-აქეთ რომ ვწევ. ძალიან თამაშობს ჯაჭვი, მოშვებულ მდგომარეობაში არის. ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ დამჭიმს დაჭიმული არ აქვს ცივზე და ცივზე ვამბობ ყოველთვის მთელი ღამე რომ იდგეს მანქანა და შემდეგ რომ დავქოქოთ, სანამ დავქოქავთ, უფრო სწორად შეგვიძლია ვნახოთ მოშვებული არის თუ არა ჯაჭვი. ასე თქვა რომ ხმა არ აქვს ცივზე დაქოქვის დროს, ამას ეხლავე გავიგებთ, 114 აქვს გარბენი, სხვათა შორის ბევრი ისეთი დიდი გარბენი არ აქვს. მაგრამ ეს ზეთის მოხმარება ახასიათებს ამ ძრავს. კონკრეტულად ამ ძრავის შემთხვევაში ამის მოგვარება ერთ დღეშივე შეგვიძლია, რა პრობლემებიც აქვს ყველაფრის აბსოლუტურად. აი მოდით დავქოქოთ ახლა. კი, აი იყო ცეპის ოდნავი ხმა, ჯაჭვის უფრო სწორად. პატრონმა თქვა რომ არ აქვს, მაგრამ აქვს ამ შემთხვევაში ხმა. წამიერი, როგორც ნახეთ, წამიერი ხმა ქონდა და ეგრევე გაქრა. სწორედ ასე უნდა იყოს და ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო მეტად არის გაჭიმული ჯაჭვი, მით უფრო დიდი ხანი რჩება ეს ხმა. ყველა პრობლემის მოგვარებაში ვგულისხმობ ზეთის მოხმარების პრობლემას. ეს ამ ძრავზე 99%-ით ყველა ამ N46 ძრავზე, N53-ზეც და ასე შემდეგ, ყველა არის კლაპნის სალნიკების გამო და არა პორშინის კოლიცოების გამო. ამ ძრავის მთავარ პრობლემას ეს წარმოადგენს, ასევე ჯაჭვი და ზედა მხარე ზეთს კარგავს ყოველთვის სხვადასხვა ვენტილებიდან და საფარიდან, რომელსაც შევეცდებით ერთ დღეშივე დღეს ეს ყველაფერი მოვაგვაროთ. მოდით დავიწყოთ, გადავიდეთ კონკრეტულად საქმეზე. კიდევ რისი ჩვენებაც მინდოდა, ბოლვით ამ წუთას ახლა არ ბოლავს. მოდით გაზი მივცეთ. ეხლა დიდად არ ბოლავს, ხოლო ზოგჯერ თქვა რომ დილით ცივზე რო ქოქავს, ხედავს ბოლს. ეხლა კონცენტრირებული ვიყავი მე ჯაჭვზე, ამიტომ არ შემიხედია უკან. და როდესაც შუქნიშანზე ჩერდება ან შენელდება წრეებზე, მაშინ ამბობს რომ ბოლავს. ეს ტიპიური ამ ძრავის კლაპნის სალნიკების გამო არის. მოდით ეხლა გამოვიყვან ჩემს მანქანას გარაჟიდან, შევიყვანოთ ეს და დავიწყოთ მუშაობა. სანამ მსგავსი ტიპის სამუშაოს დავიწყებთ, აუცილებლად უნდა შევუწყვიტოთ ავტომობილს ძაბვის მიწოდების წყარო. აკუმულატორიდან უნდა მოხსნათ კლემა, რომ თავიდან ავირიდოთ მოკლე ჩართვა. იმისათვის, რომ სამუშაო ადგილი გავითავისუფლოთ, ძრავთან მისასვლელად აუცილებელია მოხსნათ ძრავის ზემოთ არსებული სალონის ფილტრი, მის ქვემოთ არსებული საფარი, ასევე ეგრეთ წოდებული რასპორკა, მხოლოდ მარჯვენა მხარეს, მარცხენას მოხსნა არ არის საჭირო. ამის შემდეგ შეგვიძლია ძრავის მარცხენა საფარი მოხსნათ, წინ ჰაერის ფილტრთან მდებარე პლასმასები უნდა მოხსნათ აუცილებლად, რადგანაც წინ გაგვითავისუფლდეს ადგილი. პლუს კაბელი მოხსნათ და გადავწიოთ გვერდზე, რომ ხელი არ შეგვიშალოს მუშაობაში.
ხოლო ზედა კაბელები შეგვიძლია ხამუტის მეშვეობით მივამაგროთ და გადავწიოთ გვერდზე. ამის შემდეგ მოვხსნით წინა ღვედს. თუ ღვედის გამოყენებას ვაპირებთ ისევ და არ განვაახლებთ, მაშინ სწორედ იმ მიმართულებით უნდა დავაყენოთ, რა მიმართულებით საქამდე იყო დაყენებული. ღვედის მოხსნის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ წინა შტეკერებზე. რასპრედვალის შტეკერი საკმაოდ რთულად მოსახსნელი არის, რადგანაც მიუდგომელ ადგილას არის დაყენებული, მაგრამ ცოტაოდენი წვალების შემდეგ შეძლებთ მოხსნას. თავარია რომ არ მოვამტრიოთ. ამის შემდეგ ყურადღება მივაქციოთ ზედა სენსორს, რომელიც ზეთის ჩასასხმელის გვერდით არის მოთავსებული. ხშირად შტეკერი ზეთიანი არის ხოლმე, რადგანაც შიგნიდან არაგერმეტული ხდება სენსორი და მთელი ზეთი ჩაიყურება კაბელში, რაც შემდეგ მომავალში ელექტროპრობლემებს წარმოქმნის. ამიტომ მას უნდა მივაქციოთ ყურადღება და თუ ზეთიანია ამოვწმინდოთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ შიგნიდან არაგერმეტულია სენსორი, მხოლოდ ამოწმენდით ვერ გადაჭრით პრობლემას და მაშინ სენსორი უნდა შეიცვალოს, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება არის. იმისათვის რომ ასევე გავითავისუფლოთ სამუშაო ადგილი, ზედა კაბელები უნდა მოვხსნათ, წავაძროთ ბაბინებიდან შტეკერები, ხოლო შემდეგ თლიანი კაბელი არის გვერდზე გადმოსაწევი, ამისათვის უნდა მოვხსნათ ინჟექტორებიდან ყველა შტეკერი. ინჟექტორებიდან შტეკერების მოხსნა საკმაოდ რთული არის, რადგანაც ძალიან რთულ ადგილას არის პოზიციონირებული. ხელით შეუძლებელი არის მისი მოხსნა, ამიტომ სახრახნისის ან სხვადასხვა ხელსაწყოების მეშვეობით ნელ-ნელა მოთმინებით და ბევრი წვალების შემდეგ მოხსნით 4-ვე შტეკერს და ამის შემდეგ უკვე კაბელი შეგვიძლია უპრობლემოდ გადავწიოთ გვერდზე. კაბელის გვერდზე გადაწევის შემდეგ უკვე ხელს არაფერი აღარ გვიშლის იმაში, რომ ძრავის ზედა საფარი მოხსნათ. ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება ჩვენი რასპრედვალები. ძრავსაც ვნახავთ ღია მდგომარეობაში. ჯაჭვის შემოწმება ბევრად უფრო უკეთესად შეგვეძლება და მოკლედ უკვე ღია სურათი გვრჩება ძრავის თვალწინ. აი, როგორ არის მოშვებული ჯაჭვი და არ დაგავიწყდეთ, რომ მანქანა კიდევ დანაქოქია და მეტნაკლებად მოჭიმული აქვს დამჭიმს. შეხედეთ რამ ხელაზე იწევა, როგორ თამაშობს და ეხა ყველაზე მნიშვნელოვანი. დააკვირდით ახლა, რომ დავატრიალებ კალენვალს აი ამ ადგილას, დააკვირდით კაცუნის ხმას და როგორ დახტის ზემოთქვემოთ. აი ახლა ახტა ჯაჭვი, აი ახლა კიდევ შეხედეთ. აი ისევ ახტა. აი ახლა ისევ ახტა. სწორედ აი ეს არის საშიში ცივზე დილით, როდესაც ქოქავთ მანქანას, რომ ეგრევე გადახტეს. არა იმ შემთხვევაში, მხოლოდ როდესაც ძალიან სწრაფად მოძრაობთ მანქანით, არამედ დილით არის ყველაზე საშიში, როდესაც ყველაზე მეტად მოშვებული არის ჯაჭვი და ქოქვის დროს ხტება ხოლმე. სანამ დავიწყებთ დაშლას, მოხსნას ჯაჭვისას, მოხსნათ მარცხენა ბორბალი, მოხსნათ აი აქ პლასმასის საფარი, ან არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში მე მიშლი და უფრო უკეთესად ვხედავ ასე, ამიტომ მოხსენი სულ რაღაც 4 სამაგრით არის დამაგრებული, საფარი უნდა მოხსნათ ქვემოდან და
შემდეგ გადაცემათა კოლოფთან და აი სადაც სენსორი არის კარტერზე, აი აქ ასევე სენსორის კაბელი სადაც ადის, სწორედ აი ამ ადგილას. აი აქ ახლა ბოლოს რო ხედავთ ჩარჯობილს. ეს არის ხელსაწყო, გაჩვენებთ რომ რა ხელსაწყო. ეს არის ახლა გაჭედილი. აი ამ ადგილას ძალიან ცუდი საჩვენებელია, ასე ვერ შევყოფ ახლა კამერას არ შეეტევა შიგნით და გაჩვენებთ თუ რა ხელსაწყოთი გაჭედავთ. მე ადრე სხვა ვიდეოც არის ჩემი, იქ მაქვს ნაჩვენები აი ამ ხელსაწყოების ყუთიდან. აიღებთ აი ამ ხელსაწყოს, ან რა ვიცი თქვენი თვითნაკეთი თუ გიქნებათ. სანამ დაიწყებს ანუ OT-ზე პირველი პორშინი, ყველაზე მაღალ წერტილზე მოსვლას, მანამდე დავაყენებთ კალენვალს, ქვემოთ გავუკეთებთ 22-იან ქანჩს, ვატრიალებთ თან. აი აქ ხედავთ, ქანჩი მაქვს გაკეთებული. თან დავიწყებთ ტრიალს, თან ეს უკვე შერჭობილი უნდა იყოს შიგნით და ვაწვევით ამას. მარჯვენა ხელით ამას ვაწვევით, მარცხენათი ამას ვატრიალებთ და ეგრევე ვიგრძნობთ თუ როგორ შევა ეს მახავიკში. ამის შემდეგ, როდესაც ეს ხელსაწყო იქ, სადაც გაჩვენეთ იქ შევა, ამის შემდეგ შეუძლებელი არის უკვე კალენვალის დატრიალება, როგორც ხედავთ, გაქვავებულია. როდესაც ეს გაქვავებული იქნება, გაჩვენებთ ახლა ზემოთ რა პოზიციაში იქნება ძრავი. ძრავი ამ შემთხვევაში გვაქვს აი ამ პოზიციაში, აი ასე იყურებოდეს იქნება ეს ორი ვანუსის რასპრედვალის სენსორის საფარები, რომელსაც აი ამ ხელსაწყოს მეშვეობით აი ესენი შიგნით ერჭება. გავჭედავთ. აი ასე. აქ ახლა 100% შეიძლება არ ემთხვეოდეს, იმიტომ რომ ეს ჯაჭვი ისეთი მოშვებულია. არ არის იმ პოზიციაში, როგორშიც უნდა იყოს. ხოლო აი აქ ეს ორივე რასპრედვალი შემშვები და გამშვები, აი აქ კუთხეები დამრგვალებული, რაც არის ზემოთ უნდა იყურებოდეს ორივე. ხოლო ბრტყელი კუთხეები ქვემოთ იყურება. ასევე აი ეს ჩაღრმავებულები რასპრედვალებზე ბოლტების მოსახსნელად, ცილინდრის გალავნის ზედა ნაწილის, ესეც ეს გახვრეტილები იყურება გამშვების მხარეს. ამას შემდეგ აი ამ ორი ხელსაწყოს მეშვეობით დავაფიქსირებთ აქ. აი ასე როგორც ხედავთ, აი ასე დავაფიქსირებთ, გავუკეთებთ აქ ორ ბოლტს და გაქვავებული იქნება რასპრედვალები. ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი არის მხოლოდ კალენვალის გაჭედვა, რადგანაც ისედაც დაშლას ვაპირებთ, ხიანად ამოვიღებთ ახლა რასპრედვალებს აქეთ თავის ვალტრონიკიანად. ასე რომ თუ როგორ უნდა გაჭედოთ, გაჩვენეთ უკვე თუ დაგჭირდებათ. ასევე ცოტაოდენი პაუზის გაკეთებაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ გადავიწვათ ბოლომდე მუშაობისგან, რადგანაც არც ერთი სამუშაო და არც ერთი მანქანა არ ღირს ჩვენს ჯანმრთელობად. მას შემდეგ, რაც ორივე რასპრედვალს გავჭედავთ, შეგვიძლია წინა ბოლტებს მოვუშვათ ვანუსებისას. ვანუსის ბოლტები აუცილებლად ყოველთვის ახალი უნდა დავაყენოთ, ამიტომ ძველ ბოლტებს ეგრევე გადავყრით. რაც მოვუშვებთ ამ ბოლტებს, ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია კადრში რასაც ხედავთ, საფარი ბოლტები მოხსნათ ძრავის წინა ნაწილში, რომლითაც ბაშმაკები არის დამაგრებული. მოხსნით ასევე ბაშმაკების ყველა სამაგრ ბოლტს და ამის შემდეგ უკვე გადავდივართ კალენვალის ცენტრალურ ბოლტზე. აქ პატარა რჩევა მინდა მოგცეთ, რომ არ ენდოთ იმ სპეციალურ ხელსაწყოს, რომლის მეშვეობითაც კალენვალი არის გაჭედილი მახავიკში, რადგანაც ამ ბოლტს ეჭირება 300 ნიუტონ-მეტრით. მოხსნის შემთხვევაში შეიძლება ეს ხელსაწყო გადაიღუნოს მახავიკში და საბოლოო ჯამში შემდეგ ვერ გამოვაძროთ, ამიტომ დაგვჭირდება გადაცემათა კოლოფის მოხსნა. ეს პრობლემა რომ თავიდან ავირიდოთ, როგორც ახლა კადრში ხედავთ, მე ვაფიქსირებ ცენტრალურ ბოლტთან სპეციალურ ხელსაწყოს, რომლის მეშვეობითაც საწინააღმდეგო მხარეს დავიჭერ კალენვალს, ხოლო შემდეგ გავუკეთებ ქანჩს ამ ბოლტზე და დიდი მილის მეშვეობით მოვუშვებ.
ჯაჭვის ბაშმაკებიანად მოხსნის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ვალტრონიკის, ეგრეთ წოდებული ვალის ხამუტებით დაფიქსირებაზე. ამაში დავხარჯავთ სადღაც 10-დან 15 წუთს, ხოლო თავიდან ავირიდებთ ძალიან დიდ უსიამოვნებას, ეს არის მოხსნის შემთხვევაში დაუფიქსირებელი ვალტრონიკის დაშლა. ვალტრონიკი ძალიან მყარი ზამბარებით არის შეკრული, ამიტომ ამოღების დროს თუ ამ ყველაფერს არ დავაფიქსირებთ ხამუტების ან სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, დაგვეშლება და შემდეგ აწყობისას ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდება და ძალიან დიდი დრო, რომ ეს ყველაფერი ისევ შევკრათ ისე როგორც იყო. თუ სპეციალური ხელსაწყო არ აგვაქვს ამისათვის. ამიტომ ვაფიქსირებ ყველაფერს ხამუტებით და ამის შემდეგ უკვე თავისუფლად შეგვიძლია მთელი ვალტრონიკის მექანიზმი შემშვებ რასპრედვალიანად ამოვიღოთ ძრავიდან. სანამ ვალტრონიკის მექანიზმის დაშლას დავიწყებდეთ და რასპრედვალების მოხსნას, აუცილებელი არის, რომ შევავსოთ ის ადგილები, ის ზეთის კანალები, სადაც შეიძლება მოხსნილი ბოლტი ან რაიმე ხელსაწყო ჩაგვივარდეს, შევავსოთ ქაღალდებით ან ნაჭრის მეშვეობით, რომ თავიდან ავირიდოთ შემდგომ უსიამოვნება, რომ მთლიანად არ გაგვიხდეს ძრავი დასაშლელი. რასპრედვალების მოხსნის დროს ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ რასპრედვალების სამაგრებს, თუ როგორ პოზიციაშიც იყო, სწორედ ისეთ პოზიციაში უნდა დაყენდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავცვალოთ მეორე ცილინდრის მესამეზე, მესამესი მეოთხეზე ან ასე შემდეგ. ყველა უნდა დაყენდეს თავის ადგილზე, როგორც ქარხნულად იყო აწყობილი. კლაპნის სალნიკების შეცვლა აწყობილი ძრავის პირობებში საკმაოდ დიდ ნერვებს, მოთმინებას და სიმშვიდეს მოითხოვს, რაც არ ვიცი, ვის როგორ გამოგივათ, ჩემ შემთხვევაში დამჭირდა დაახლოებით 2-3-4 პაუზის გაკეთება, რომ ცოტა დამშვიდებულიყავი, რადგანაც ეგრეთ წოდებული სუხარიკები, კლაპნის ჩამკეტების ჩასმა არის საკმაოდ რთული. როდესაც ძრავის ზედა ნაწილი მოხსნილი გაქვთ და ამ ყველაფერს მოხსნილ მდგომარეობაში აკეთებთ, ბევრად უფრო ნაკლებად სტრესული არის, ვიდრე აწყობილ მდგომარეობაში. თუმცა ყველაფერი გაკეთებადი არის, ფრთხილად, წყნარად და ყურადღებით უნდა ჩასვათ ყველაფერი თავის ადგილზე, როგორც საჭირო არის, რადგანაც ეს ჩვენს შემდგომ სამუშაოზე ძალიან დიდ როლს ითამაშებს. აქ რაიმე მცირედი შეცდომა რომ დაუშვათ, მომავალში ძრავის დაქოქვის დროს ძალიან დიდი პრობლემები შეიძლება შეგვექმნას. აი ასე გამოიყურება ამ ეტაპზე ყველა კლაპნის სალნიკი შეცვლილი არის. ყველაფერი თავის ადგილზეა, ყველაფერს უნდა მივაქციოთ ყურადღება, აი აქ გადავხედოთ ყველა კლაპანი, კარგად არის თუ არა ჩაკეტილი, სადმე რაღაცა ხო არ გამოგრჩა, სადმე რამე ისე ხო არ არის, როგორც არ უნდა იყოს. ასევე აქ სადაც ჩატენილი მქონდა სალფეთქები, რომ რაღაც არ ჩავარდნილიყო ზეთის კანალებში, ყველაფერს უნდა გადავხედოთ, ხო ამოვიღეთ ყველა, რაღაც რომ არ ჩაგვრჩეს. აქ ისო ნაჭერი მაქვს ჩადებული, ჯერ რამე რომ არ ჩაგვივარდეს ქვემოთ კარტერში. ეხლა შემდეგი რაც იქნება, ჩავსვავთ აქ ეგრეთ წოდებულ ტალკატელებს, თავისი რკინიანად აქ დასაფიქსირებლად შევამოწმოთ ყველა დაფიქსირებულია თუ არა და შემდეგ უკვე შეგვიძლია რასპრედვალების ჩასმა თავის ადგილზე. ეს არის ახალი სალნიკი კალენვალისთვის, ცოტა რთული გამოსაღებია, ცოტა წაუვანდალიზმოთ უნდა, მაგრამ რო არ გავაფუჭოთ ის ზედაპირი ისე, ხოლო შემდეგ ახალს ოდესაც ჩავსვავთ, აი ნახეთ, აი ეს ჭრილები აქვს. აი ასე და ამაზე გერმეტიკა უნდა დავიტანოთ, სანამ ჩავსვავთ. შემდეგ ავიღებთ შესაბამის სიზომის აი ასეთ რაღაცას და ჩაქვეჩის საშუალებით
ნელ-ნელა მივიყვანთ თავის ზომაზე. ზედმეტი თუ მოგივათ, შიგნით შევარდება, მას არ აქვს გასაჩერებელი ადგილი, სადაც შეიძლება გაჩერდეს. ამიტომ მიაქციეთ ყურადღებას, სად იჯდა ძველი და ისე ჩასვით ახალიც. ესეც ასე. ძრავი აწყობილია. ყველაფერი თავის ადგილას უნდა იყოს შეერთებული წესით. ეხლა დავაერთე კლემა. მე როდესაც სანამ დავაფარებდი ძრავის საფარს ზემოდან ყველაფერი დავზეთე, მას შემდეგ ბევრჯერ დავატრიალე ძრავი ხელით უბრალოდ ქვემოთ. დანარჩენი რა ვიცი, ეხლა პირველ დაქოქვაზე შეიძლება ოდნავი ხმა იყოს ჯაჭვის, სანამ დამჭიმი ბოლომდე დაიჭიმება ზეთის წნევით. თუმცა რა ვიცი, სხვა დანარჩენი წესით ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის პირველი დაქოქვა, რადგანაც ყველაფერი ამოღებული გქონდა, რასპრედვალები, ჯაჭვი, რა ვიცი, რაც ნახეთ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა პირველად დაქოქვას. რადგანაც თუ რაღაც არასწორად იქნება გასწორებული, მთელი ნამუშევარი წყალში ჩაიყრება და ეგრევე გაფუჭებული იქნება ძრავი, შეგიძლიათ ისევ თავიდან დაშალოთ და იმედია ჩვენ შემთხვევაში არ მოხდება. ნახოთ, ეხლა გავაკეთოთ პირველი დაქოქვა. დაიქოქა ყოველგვარი ჯაჭვის ხმის გარეშე. ყველაფერი მუშაობს იდეალურად. დანარჩენი მე ახლა გავიყვან გარეთ და კიდევ მანქანით გავიაროთ, ოდნავ შეთვეს და გავიაროთ, გავტესტოთ, ვნახოთ როგორია უკვე მოძრაობაში, ხო ყველაფერი ნორმალურად არის. ვიდეოს დასაწყისში როგორც გაჩვენეთ, ბევრად ბრხმაურით მუშაობდა ძრავი, კაკუნი სხვა მოდიოდა, თუმცა ზედა მხრიდან, არა ქვემოდან. ეს იყო ჯაჭვის გამო. ეხლა ბევრად უფრო სტაბილურად მუშაობს ძრავი, არანაირი ზეგმეტი, არანაირი ხმა არ აღინიშნება. ეხლა გავიაროთ. სხვათა შორის ეხლა მივაქციე ყურადღება. მესამე სერიის 3 მოდელი დგას აქ, ასე რომ ვთქვათ, E90, E46, E36. მოდით გავიაროთ ეხლა. გავიდეთ, გავაღოთ. ტიშკარი გავაღოთ, რომ გავიდეთ. ესა. და ვნახოთ უკვე მოძრაობაში ხო ყველაფერი ნორმალურად არის. ოდნავი ბოლივით ამოდიოდა დაქოქვის დროს, ეს ნორმალური არის. ზეთიანი ხელები სადაც ჰქონდა მოკიდებული, სადაც ჩამოვრეცხე ზედმეტი ნადენი ზეთი სადაც იყო. აი როგორც გითხარით, შეიძლება აი ასე ერთი ამოსუნთქვით, ასე რომ ვთქვათ, მოგვარება ამ პრობლემის. ზეთის მოხმარების N46 ძრავზე და ჯაჭვის პრობლემის გადაჭრაც. სულ გეტყვით, რომ დასჭირდა ამ ყველაფერს რამდენი იყო? 14 თუ 15 საათი სამუშაო. მე პირველ დღეს ვიმუშავე სადღაც 13 საათი, შემდეგ დავაფარე საფარი, იქ გერმეტიკები ჭირდება. გარკვეულ ადგილებში, ზემოთ კუთხეები სადაც არის და ჩამგვალებული ადგილები რეზინებზე და მას შემდეგ უკვე ვაცადე გაშრობა ერთი დღე. ერთი საღამო საკმარისი, ერთი ღამე უბრალოდ საკმარისია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე გუშინ არ მქონდა დრო და
სხვაგან ვიყავი, დღეს მოვედი უცებ ავაწყე, გამოვიდა რომ 24 საათი გაჩერებული იყო მანქანა. შეიძლება ცოტა უფრო მეტიც კი და ეს ძალიან კარგია, ბოლომდე შეშრა ყველაფერი. მოკლედ, მეგობრებო, მუშაობს მანქანა იდეალურად, როგორც ხედავთ, არანაირი პრობლემა არ აქვს. მე კი ამით დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებთ, რომ არანაირი პრობლემა არ გქონოდეთ თქვენი ავტომობილებით და გისურვებთ წარმატებებს მომავალ შეხვედრამდე.